ეხ მეგობრებო, აი ვუყურებ ახლა აი ამ ყველაფერს და მიჩნდება ერთი კითხვა. რატო სულ უნდა დაშავდეს ჩემი სახლი? მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ არსება და არ გქონდეთ შემიძლია შეხედეთ მეგობრებო რა ხდება. მოგეთ რა მინდა გითხრათ, ეს უკვე რამოდენიმე დღეა უკვე ასე გრძელდება მინიკრაფტში, მოკლედ იმის გამო, რომ სანამ გვეყუთები, ასე ვთქვათ, ჯერჯერობით მოაშოეს ჩვენს სოფლიდან, ჯერჯერობით, მაგის გამო ჟიწელნიკები, აბსოლუტურად ყველა ჟიწელნიკი, გარდა ჩემისა და გარდა ამ ეკლესიაში ვინც ცხოვრობს, ყველა აგდებს თავის ნაგავს აი ამ ადგილას, აი ზუსტად აი ამ ადგილას. და აი ერთი კითხვა მიჩნდება, აი რას აგდებენ მეგობრებო, აი ასეთ ჟიწელნიკები, რომ ასე შავდება როგორც ჩემი სახლი, ასევე აგრეთვე ეს ეკლესიაც. აი უბრალოდ მეგობრებო, აი წარმოიდგინეთ, აი მე უბრალოდ მართლა უკვე დავიღალი გარდა მეგობრებო, აი ამ ცუდი სუნისა, რაც კი ასდის ახლა ამ სანაგვეს, ამის გარდა მეგობრებო, შავდება კიდე არა მხოლოდ ჩემი სახლი, არა მხოლოდ ეკლესია, არამედ მეგობრებო, მთელ სოფელში აი ეს სუნი ვითარდება. მე რასაკვირველია გაფრთხილებული არის, მე რასაკვირველია არ მოსწონს, ყველაფერს აკეთებს, მაგრამ იმისათვის რომ მოაშოეს ეს ნაგავი, გამოიძახა სპეციალისტები, მაგრამ წარმოიდგინეთ, სპეციალისტებს გაუფუჭდათ მანქანა. ასე მოხდა რომ სპეციალისტებს შუა გზაზე გაუფუჭდათ მანქანა და ისინი მოვლენ მხოლოდ 3 დღეში, მაგრამ უკაცრავად ახლა 3 დღე ამ ყველაფრის ატანა მე რასაკვირველია არ მინდა და არც კი ვიცი მეგობრებო, სიმართლე გითხრათ რა გავაკეთო, იმიტომ მეგობრებო, მართლა უკვე ძალიან დავიღალი, უკვე რამოდენიმე დღეა ეს უკვე გრძელდება. და ოკეი, მე გამოვიდი საერთოდ მეგობრებო იმისათვის, რომ გავაკეთო ახლა ჩემი სამუშაო და მაქვს ერთი იდეა რასაკვირველია, მე რასაკვირველია ახლა რამოდენიმე დღე ვერ დაველოდები მაგ სპეციალისტებს რომ მოაშორონ ეს კოშმარი რაც ხდება ჩვენს სოფელში, მაგიტომ მეგობრებო, მე ყველაფერს ავიღებ ჩემს ხელებში. რასაკვირველია მეგობრებო, მე ახლა შევალ მერთან, მერს კიდევ ერთხელ დაველაპარაკები და კიდევ ერთხელ ვკითხავ, თუ როდის მოვლენ ეს უკვე სპეციალისტები, იმიტომ ნუ მართლა ამის ატანა უკვე არა მხოლოდ მე მიჭირს, არამედ მთელი სოფელიც უკვე ძალიან დიდ შოქში არიან და ძალიან გაღიზიანებულები არიან. არ ვიცი მეგობრებო, მე უკვე ვგეგმავ რომ არ ვიცი, გადავსახდე რამოდენიმე დღით ჩემი სოფლიდან სხვა მაგალითად მეზობელ სოფელში. ნუ რეალურად ამის ატანა უკვე კოშმარულია ჩემთვის. მაგიტომ პრინციპში მე მაქვს ერთი იდეა რომ ავიღო ინსტრუმენტები, თუ მაქვს ნიჩაბს ავიღებ, თუ არა მაშინ ავიღებ უბრალოდ იმას ყირას, ნაჯახს და ყველაფერს ამას უბრალოდ გავაფუჭებ და უბრალოდ გადავაგდებ სხვა ადგილას. ნუ რეალურად მეგობრებო, ამის ატანა უკვე ძალიან მაღაზიანს რეალურად ამის ატანა, ჯერზეც ცუდი სუნი, მეორეც ერთი მთლიანი სოფელი. ანუ შეხედეთ მეგობრებო, მთლიანი სოფლის ექსტერიერი ამით შავდება. აი შეხედეთ, ასეთი ლამაზი სოფელი, იქ ლამაზი ხედი, აქ ლამაზი სოფელი და ეს ნუ აი როგორია აი თქვენი აი ახლა როგორია ამის ატანა. ნუ რასაკვირველია ამის ატანა ძალიან შეუძლებელია უბრალოდ მეგობრებო ჩემთვის. რასაკვირველია მე ახლა წავალ მერთან დაველაპარაკები ამის შესახებ, კიდევ ერთხელ შესაძლებელია რაღაცნაირად მოვაგვაროთ ისე რომ ხვალ მაინც დაგვილაგონეს სოფელი ეს ნაგავი რომ მოაშორონ ჩვენი სოფლი და მე რასაკვირველია მეგობრებო, მან არაფერს არ უყრიდი. მე რასაკვირველია მან ჩემი ბრალი არაფერში არ არის. არც კი ვიცი მეგობრებო, აი ვერც კი ხვდები აი ჟიწელნიკები რეებს ყრიდნენ, რომ აი წარმოგიდგენთ მეგობრებო, თავად ყრიდნენ და ახლა თავად კიდე ღიზიანდებიან, აი წარმოიდგინეთ. კაი, რასაკვირველია მეგობრებო, კაი. მე მაინც ყველაფერს მან დავალაგებ დღესვე, იმიტომ მაგის ატანა უკვე 2 დღე მიწევდა, წარმოიდგინეთ 2 დღე მეგობრებო, მე მაგას უკვე ვიტანდი. აღარ შემიძლია, მაგიტომ კაი მეგობრებო, მოითახლა ასე ვთქვათ კონცენტრაცია ჩვენს სამუშაოზე და მე წავალ მერთან და ყველაფერს მან გავიგებ. ტაკ, ასე. ტაკ, გამოდის ხორბლის თესლები, ოკეი. ოპ, ასე. ოპ და მეგობრებო, ჩვენი სამუშაოც მზად არის. ახლა მოვით მეგობრებო, წავიდეთ მერთან და
გავერკვიოთ თუ რასაკვირველია მეტყვის რამოდენიმე დღე ან ერთი კვირა მაშინ მე თვითონ დავალაგებ მე რომ გამარჯობა მოკეთ მე მინდა კიდე ერთხელ დაგელაპარაკო აი იმ კოშმარზე რაც ხდება ჩემს სახლთან ნუ მართლა მე რომ სიმართლე გითხრა მე კი ვიტანდი ეს 2 დღე მაგრამ უკვე აღარ შემიძლია პრინციპში თელი სოფელიც უკვე ღიზიანდება აი ამაზე რაც კოშმარი ხდება ჩემს სახლთან კი საბა მე ხვდები მეც უღიზიანები ამაშენიათ როგორ მაგრამ მე დავერეკე უკვე სპეციალისტებს და მანქანა ხო იცი ნუ უკვე პრინციპში გითხრა მანქანა გაუფუჭდათ და მოვლენ მხოლოდ ერთ კვირაში რა ერთ კვირაში სერიოზულად და უფრო ადრევე რა ვერა საბა იქ რაღაცის გამო რაღაც გონი გაუფუჭდათ რა მოგეთ რაღაც გადაეწოთ რა მანქანაში და მხოლოდ 2 დღეში შეუძლიათ დააკეთო და მხოლოდ ერთ კვირაში მოვლეთ ჩვენს სოფელში და ხო ხვდები მე რომ ვერავინ ყველა ღიზიანდება უკვე მე რომ სერიოზულად უკვე მინდა გადავსახდე იმიტომ ვეღარ ვიტან აი ამ კოშმარს რაც ხდება ჩვენს სოფელში საერთოდ აი იცი რა მამაკურებს მე რომ იცი რა მამაკურებს აი საიდან გაჩნდა ამდენი ნაგავი 2 დღეში აი უბრალოდ ამიხსენი ისე საბა ისე მეც მარკვევს იმიტომ პრინციპში შიწელეკები მათ ამდენამეს არ ყრიდდეთ არ ვიცი ესეც ძალიან დიდი საოცრებაა ჩემთვის ხო მე რომ კაი დიდი მადლობა ნახვამდის ხო ნუ მე რასაკვირველია ამ ერთ კვირას ვერ და აი მართლა მეგობრებო აი უბრალოდ აი წარმოიდგინეთ 2 დღეში აი ასეთი სანაკვირო მოხდეს ან პირდაპირ ჩემს სახლთან და ეკლესიასთან აი წარმოიდგინეთ მოკეთ მე რასაკვირველია აღარ მინდა ამასთან არაფერი საქმის გარკვევა მე უბრალოდ ახლა ჩავდებ ამ ყველაფერს ავიღებ კირას ნაჯახს და წავალ და ყველაფერს იქ გავარკვევ და სერიოზულად უკვე აღარ შემიძლია და მეგობრებო ახლა ეს ყველაფერი და მეგობრებო მე ეგრევე ვიღებ კირას და ნაჯახიც აუცილებელია всё მეგობრებო პრინციპში მზად ვარ და წავიდეთ მეგობრებო ვერც წარმოიდგინეთ რა მყრალი სუნი აქვს ნუ კაი მოით მეგობრებო შეგაით მეგობრებო რაღაც განადგურებული ონკანი რაღაცა ეს კაპუჭებული ნაკოვლინა და ეს განადგურებული მიწა შეგაით წარმოიდგინეთ მეგობრებო აი ესეთი მშრალი ისიც კი უკვე გაჩნდა ჩვენს სოფელში და სტოპ ეს უნდა მოაშორო და მიდი და სტოპ მეგობრებო ამისათვის უკვე ხმალი დამჭირდება მეგობრებო მომაქვს უკვე ხმალი ტაქს აჰა ხმით მეგობრებო უფრო კარგია და მეგობრებო ჯერ ეს რაღაც კოშმარი მოაშოროთ აქედან შემდეგ უკვე მივხედოთ ამ მიწას და მეგობრებო და ეს მშრალი ბუჩქებით რომლისგან საერთოდ მეგობრებო ამოდის ჯოხები და მეგობრებო და ბოლო როგორც მე მივხვდი და მეგობრებო ახლა მიწა так კიდე ეს ბუჩქნარები მეგობრებო მოგეთ ძალიან ცუდ ყოფაში ახლა ჩვენი სოფელი აი ამ ნაგვის გამო და რასაკვირველია მე არ მაწევს ეს ყველაფერი და ოპა მეგობრებო შეგეთ სტოპ ეს რა არის так სტოპ ერთს კარი Stop. Так, მეგრო რაღაც ვერ გავიგე. რა ხდება? Stop, მე ვალაგებდი ახლა ამ სანაგვეს და ვნახე რაღაც სარდაფი. ჩვენ სოფელში ამ სანაგვის შიგნით იყო სარდაფი? მაგრამ მე მეტყოდა. Так, მეგრობა ეს უკვე რაღაც არ მომწონს. მოით მეგრობა, რაღაც, ოპა. Тогда Стоп. Так, мы ровно как я мой таба давкету, да? Мой таба. Стоп, рахтыба. Кареби да. Стоп. Жительники, да. Вин полицейли. Так, стоп, мы говорю, рагацеп საუბრობენ. Рахтыба. Так, жительнико, მოგეთ მე უკვე ყველაფერი გავაკეთე. Так, მოგეთ საბასახლის ქვეშ უკვე არის დინამიტი. უკვე ერთ კვირაში ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ეს ჩვენი გეგმა. Так, ძალიან კარგია. ზოგადად გითხრა,
ძალიან დიდი სირთულეა ჩემთვის რომ ამებს ვაკეთებთ, იმიტომ რომ მე მაინც პოლიციელი ვარ და ხო იცი თუ ვიღაცამ დაინახა, თუ ვიღაცა უბრალოდ შეამჩნია რომ პოლიციელი ამ რაღაცებს შვება ასეთ ჭუჭყიან საქმეებში თუ ერევა, ძალიან საშიშია რომ უბრალოდ თან ვიფიქრო რას ვიზავენ მე. ნუ გეშენია, უკვე ერთ კვირაში ეს სოფელი გაქრება. Так, რაც თავარია უკვე 300 სახლის ქვეშ უკვე არის დინამიტი. ერთ კვირაში უკვე ავაფეთქებთ. Так, და რაც თავარია მე უნდა დავაყენოთ კიდე ეკლესიის ქვეშ, ტყობის სასახლეებს ქვეშ და ასე შემდეგ. რაც თავარია მერის სახლი გაანადგურე ბოლომდე რომ ვერავინ ვერც კი დაინახოს რომ ეს ჩვენ ვქენით. და რასაკვირველია, თითის ანაბეჭდებიც რომ არ გქონდეს, უნდა გავაკეთოთ ხელთათმარები. კაი. Stop, მეგრო რაღაც ვერ ვხვდ. გაგიჟება მეგობრებო. პოლიციელი და так, стоп, მეგრო, უფრო წავიდეთ. Stop. დინამიტი ჩემი სახლის ქვეშ. Stop. დინამიტი ჩემი სახლის ქვეშ. Так, როზე მეგრო ბაბა გავხსნათ. Так, თავარია. არავინ არ უნდა დაინახოს ეს. Так, მოით მეგრო დროს ამოიწყეთ და Так, стоп, ვერ ხვდები და რას დინამიტი ჩემს ქვეშ. Так, стоп, ჩემი სახლის ქვეშ და მოიდება გაგიჟება. მეგობრებო, შეხედეთ. რამდენი დინამიტი. Так, стоп, მეგობრებო, არა. ეს არ უნდა დაუშვა. ეს უნდა 9 დინამიტი მეგობრებო. Так, стоп. მეტი ხო აღარსად აღარ არის. Так, არა მეგობრებო, 10 დინამიტი მეგობრებო. გაგიჟება. Stop. ეს ჩვენი სოფლის პოლიციელია. ვერ ხვდები რა ხდება. გონი მეგობრებო მივხვდი. გამოდის ეს პოლიციელი და გამოდის ეს fake პოლიციელი გამოდის მეგობრებო. ეს ჩვენი სოფლის პოლიციელია და გამოდის fake პოლიციელი ყოფილა. გაგიჟება არა მეგობრებო. ამ ყველაფერს მე ვერ დავუშვებ. Так, მე მოიტაბა წავიდეთ და მიდი. ოპა. Так, стоп. არ წახვიდე, მე ყველაფერი გავიგე. თუ რამეა მე ვიდეოზე ამაკ ყველაფერი გადაღებული და შენ პოლიციელო. არაფერით შენ ახარ იქნები. ეს არის ბოლო წამები, ოდესაც შენ ხარ პოლიციელი. შენ ციხეში იმდენი ხანი გაატარებ და შენც კიდე როგორც მე მივხვდი ქურდი ხარ. რა შეწელიკო, რატო არ ჩაკეტე ეს სარდაფი? Шадaba, так, стоп, სადა ეს ჩემი თოფი. რა თოფი დროს მეგრო. მოგან, так, стоп. არ გაინცრე. რა, стоп, კაი, ვდები. Всё, ჩანდაბა. Так, ახლა შენ მეტყვი. სად არის ის დინამიტი, რომელთაც თქვენ გინდოდეთ სოფლის აფეთქება? მარჯვენა და მარცხენა ყუთებში. Так, ამ ყუთში და ამ ყუთში, ხომ? Так, არ გაინცრე. Так, მოით მეგობრებო, გაგიჟება მეგობრებო, შეხედეთ. Так, стоп, და ამ ყუთში და ეს მეგობრებო გამოდის ის იმითი ეს მეგობრებო გამოდის მექანიზმები, რითიც უნდა გაგეფეთქათ ეს სოფელი. კაი, ვდები. თავარი არ მოკა, ძალიან გთხოვ. გაგიჟება. Так, стоп. Так, პოლიციელი აქ უკვე მალე დარესპაუნდება და შენ ასეთ არ წახვალ. Так, стоп, და ეს რა კომპიუტერებია? აბა მითხარი დროზე. ამ კომპიუტერებზე მოკეთ არის ყველაფერი, რითაც უნდა ავაფეთქოთ, რითაც უნდა გავაფეთქები და ეს სოფელი. Стоп, რა? გავაბუჯეთ ეს კომპიუტერები. Так, მიდი. Так, стоп, და ბოლო კომპიუტერი. ბოლო. მიდი. Стоп. Всё. ვერაფერსაც ვეღარ ააფეთქებთ. გასაგებია ეს ჩემი სოფელი და ჩემი სოფელი არის ჩემი სოფელი და ვერაფერს ვერ გავუკეთებს. Так, შენ აქ იყავი, გასაგებია თუ სადმე წახვალ. ამ ხოლოს ჩაგარტყო, გასაგებია. გაგიჟება მეგობრებო, აი რას ნიშნავს? აი უბრალოდ მეგობრებო, მე მინდოდა ამ ნაგვის უბრალოდ მოშორება ჩვენი სოფლიდან და რა გავიგე, გაგიჟება. Так, стоп, მეგობრებო, უფრო კარგი ახლა წავალ მერთან. კი ღამე აიქ ეცინება, მაგრამ არა უშავს. ახლა მეგობრებო, წამეგეთ თელი ღამე გავათენე იმისათვის, რომ გამიგო რას შევოდნენ ეს გამოის fake პოლიციელი და ეს ქურდი. კაი მეგობრებო, თქვენ კი მადლობა დიდი ვინც ყურა მითოს ბონდე. თუ მოგეცდოთ და ლაიქეთ, მე კი ახლა წავედი. ნახვამდის.